მოგესალმებით მეგობრებო. Როგორც იქნა, დადგა მომენტი, როდესაც ქართული ფეხბურთის წარმატებაზე ლაპარაკი ყოველდღიურობად იქცა. წარმოიდგინეთ, უკვე რამდენი ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს ევროპის წამყვან ტოპ 5 ლიგაში. ეს მხოლოდ ციფრები არ არის. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ. მოდით თითოეულ მათგანზე დეტალურად ვისაუბროთ და ვნახოთ, რას უნდა ველოდოთ ახალი სეზონიდან. პირველი ხვიჩა კვარაცხელია. დავიწყოთ ჩვენი მთავარი ვარსკვლავით. კვარა უკვე წელიწად ნახევარია, რაც Paris Saint-Germain-ის ღირსებას იცავს. ამ ხნის განმავლობაში მან უკვე მოასწრო ფრანგული გრანდის ისტორიაში შესვლა. მის ანგარიშზე უკვე არის 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 სუპერთასი, საფრანგეთის ლიგა, 1 ბიდის გამარჯვებული და უამრავი ინდივიდუალური ჯილდო. ხვიჩა PSG-ს მთავარი ლიდერია და დარწმუნებულები ვართ, წინ კიდევ ბევრი ტრიუმფი გველოდება. მეორე გიორგი მიქაუტაძე. გადავიდეთ ესპანეთში. გიორგიმ ვილიარეალს წინა სეზონის დასაწყისში შეუერთდა და სადებიუტო წელი ფანტასტიკური ჰქონდა. მის ანგარიშზე 32 მატჩი 13 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ყვითელი წყალქვეშა ნავის შეტევაში მიქაუტაძე უკვე შეუცვლელ ფიგურად ყალიბდება. მესამე, გიორგი მამარდაშვილი. არც თუ ისე იდეალური და რთული წინა სეზონის მერე, ჩვენი კედელი მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. გიო ლივერპულის კარში პირველი ნომრის სტატუსის დამკვიდრებას და მტკიცედ შენარჩუნებას შეეცდება. ინგლისში ყველამ კარგად იცის მისი შესაძლებლობები და მჯერა, მამარდა თავის სიტყვას იტყვის. მეოთხე გიორგი ჩაკვეტაძე. ჩაკვემ სერია A-ში თავისი ჯადოქრობა უნდა აჩვენოს. უოტფორდიდან უდინეზესთვის მიმართული ეს ტრანსფერი ახალი ეტაპია მის კარიერაში. გიორგის ტექნიკა და ხედვა იტალიურ ფეხბურთს შესანიშნავად მოუხდება. მეხუთე გიორგი ქოჩორაშვილი. დიდი ალბათობით, ერთწლიანი იჯარის წესით, ქოჩორა ლეგენდარულ სევილიას შეუერთდება. როგორც იცით, ის ლისაბონის სპორტინგის საკუთრებაა და ეს ტრანსფერი მის კარიერაში უზარმაზარი ნაბიჯი იქნება. მისმა მებრძოლმა ხასიათმა ესპანური ფეხბურთი აუცილებლად უნდა დაიპყროს. მეექვსე, გიორგი წიტაიშვილი. გიორგი ესპანურ რაიო ვალეკანოს ფრანგული მეციდან შეუერთდა. წინა სეზონში მან 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. მადრიდულ კლუბში ის თავისი სისწრაფითა და აქტიურობით დიდ სარგებლობას მოიტანს. მეშვიდე, საბა გოგლიჩიძე. საბა ჩვენი ეროვნული ნაკრების დიდი იმედია. მის თამაში იგრძნობა ისეთი სიმწიფე და კლასი, რაც მის ასაკთან შედარებით გასაოცარია. მისგან ყოველთვის მაქსიმუმს უნდა ველოდოთ და მჯერა, რომ უდინეზეს დაცვის ცენტრში ის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდება. მერვე, საბა საზონოვი. საბამ ხეტაფეს ტორინოდან მიაშურა. მძიმე და დიდხანიანი ტრამვის მერე მთავარია, რომ ფიზიკური კონდიციები დაიბრუნოს. იმედია, საბა უმოკლეს დროში აღიდგენს ძალებს და ლა ლიგაში თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს. მეცხრე, ლუკა ლოჩოშვილი. ლუკამ წინა სეზონი ნიურნბერგის მაისურით ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და ახლა უკვე კიოლნის ფეხბურთელია. გამოცდილება და სიმტკიცე ის არის, რითაც ლუკა გერმანულ კლუბს წარმატების მიღწევაში დაეხმარება. მეათე, გიორგი გულიაშვილი. გიო ამ გუნდში უკვე მეორე სეზონს ატარებს და მისი ისტორიის ნაწილი გახდა. გუნდთან ერთად მან ლა ლიგა 2-დან დაწინაურება მოიპოვა. ახლა კი წინ ახალი გამოწვევები და კიდევ უფრო დიდი მიზნებია. მე-11, ვახტანგ სალია. და ბოლოს, ჩვენი ახალგაზრდა ტალანტი, ვახტანგ სალია, რომელიც ინგლისურ ნიუკასლს შეუერთდა. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად როდის მიეცემა მას შანსი მთავარ გუნდში, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება, როცა ამ 18 წლის ბიჭს პრემიერ ლიგის მწვანე გაზონზე ვიხილავთ. ვუგულშემატკივროთ ვახოს, აი ასეთია ჩვენი ლეგიონერების სურათი ევროპის წამყვან ჩემპიონატებში. წარმოუდგენლად საინტერესო სეზონი გველის. თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, მეტი мотивაციისთვის აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დააკომენტარეთ და დაალაიქეთ.